გამარჯობა მეგობრებო, დიდი აურზაურია ქოცლანდიაში, დიდი აურზაურია ქოცების მომიჯნავე კოჰორტებში, იმიტომ რომ ჯაბოვიჩისა და სამნიდაკოს ბირჟა ვიკულ ზონოვსკი იუმორის მოტრფიალენმა გადაწყვიტეს, რომ ოქტოპუსის შემდეგ შეუტიონ კომიკოს ონისე ოქრიაშვილს და ამისთვის ამოარჩიეს ვიდეო, რომელშიც ონისე და მისი თანაწამყვანები ერთ-ერთი იმპრო გადაცემისა ესაუბრებიან მათთან სცენაზე ასულ სტუმარს და იმართება ესეთი დიალოგი, რომ ვინმე თუ გეზიზღებაო და აქ ონისე შემოდის თავისი ხუმრობით და ამბობს, რომ ნოდარ დუმბაძე რო ეზიზღებოდესო და შემდეგ აკეთებს იმიტაციას ისეთი ადამიანისა, რომელსაც ნოდარ დუმბაძე შეიძლება ეზიზღებოდეს. მაგრამ აქ შინაარსი მთავარი არ არის, იმიტომ რომ ვისაც მოსმენა და გაგება უნდოდა სინამდვილეში იმ ვიდეოში რა ხდება, ისაც გაიგებდა. და აქ მთავარი თემა, ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ აი ამ ყველაფრიდან აზრი ვერ გამოიტანეს ადამიანებმა, არის ფარისეულობა, რომელიც კარგად წარმოჩინდა ქოცებში და ქოცმომიჯნავე ადამიანებში, იმიტომ რომ ესეთი მარტივი ლოგიკა მინდა განვავითარო და ესეთი მარტივი შეკითხვა მინდა დავსვარო. აი მაგალითად, როდესაც რაღაცა საშინელება ხდება ქვეყანაში, როდესაც მაგალითად მეწყერი ჩამოწვება და ადამიანები დაიხოცებიან, როდესაც მაგალითად ქალაქი დაიტბორება წვიმისაგან, როდესაც მაგალითად გაიხსნება ახალი შადრევანი და იქ ახალგაზრდა დაიღუპება, როდესაც ორმოში ჩავარდება პატარა ბავშვი და გარდაიცვლება, როდესაც რიყეზე ჩავარდება ორმოში თინეიჯერი და ის გარდაიცვლება, როდესაც უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და ამის გამო ადამიანები იხოცებიან და მე აღმოჩნდება, რომ თურმე 200 ჯარიმა ჰქონია ვიღაცას და დაუსჯელობის სინდრომის გამო აგრძელებდა ეს სიარულს. როდესაც ხედავთ, რომ ქვეყანაში ათასობით ახალგაზრდა ნარკოტიკული ნივთიერებების გამო იღუპება და უამრავი ესეთი უბედურება ხდება მთელს ქვეყანაში. როდესაც ქვეყანა დაცლილია და გადახვეწილი არის, ყველა საშოვარზე არის სადღაც წასული და ოჯახი არ დარჩა საქართველოში, რომელშიც ემიგრანტი არ არსებობს, აი როდესაც ეს ყველაფერი ესე ხდება, ქოცები მოგიტრიალდებიან და იმის ნაცვლად რომ საკუთარ თავზე აიღონ რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობა, სტანდარტად დააწესეს ის, რომ ესეთი რაღაცეები სხვაგანაც ხდება და ყველგან ხდება. ხო და ეხლა მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა ქოცებთან მაქვს ესეთი შეკითხვა, რომ აი თუ აი ამ ზემოთ ჩამოთვლილ უბედურებებს იტანთ და ყლაპავთ იმის გამო, რომ ყველგან ხდება რაღაცა. აი ეს ერთი ხუმრობაც რომ მაგ ლოგიკაში ჩასვათ და ეგეც რო აიტანოთ, რა მოხდება ვითომ ეხლა რა დაშავდება, ანუ ადამიანების სიკვდილს თუ იტანთ, იმიტომ რომ კახაკალაძის ლოგიკა ის არის, რომ ეხლა რა მოხდა ყველგანაც ხდება და რა მოხდა კაცო თუ ჯარს ძარცვავენ და რა მოხდა თუ ეხლა შინაგან საქმეთა მინისტრი უშიშროების მთავარი მაღალჩინოსანი კოლ-ცენტრებს კრიშავდნენ და საბავშვო ბაღებს ძარცვავდნენ, ეგეთი რაღაცეები ხო ყველგან ხდება. აი ამ ლოგიკაში თუ არის მთელი ქოც მოღვაწეობა ჩასმული მთელ ქვეყანაში, ეს ერთი ხუმრობა ან ზოგადად იუმორი, რომ აი ამ ლოგიკაში ჩავსვათ, არ შეიძლება? სხვაგანაც და ყველგან ხუმრობენ ბატონო მწერლებზე და თან ბევრად უფრო უხამსად ხუმრობენ და თან ვიღაცის იმიტაციას კი არ აკეთებენ, ესე ჰიპოთეტიურად, რომ აი ადამიანს რომელსაც ეზიზღება ეს ყველასათვის საყვარელი მწერალი ამას იტყო და აი ამ შინაარსით და ამ ფორმულით კი არ აყენებენ ხოლმე ხუმრობით შეურაცხყოფას სხვაგან, სხვა ქვეყნის კომიკოსები თავიანთ მწერლებს, არამედ კიდევ უფრო უხამსად. თანაც ბევრად უფრო დიდ მწერლებზე, ვიდრე ნოდარ დუმბაძე იყო და ეხა ამ ლოგიკას რომ მიუყვეთ იქნებ რაღაცნაირად და იმას რომ მიუბრუნდეთ, რომ ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემებია, და აი ეს პრობლემები რომ შევადაროთ სხვა ქვეყნებს და ამის მიხედვით რომ გაგრძელდეს ცხოვრება, ამაზე რა სიტყვით, ეს შემოთავაზება და ეს შეკითხვა მაქვს რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს საოცარი მნიშვნელობის ამბავი, რომ თურმე კომიკოსმა რაღაც მოგწონს, არ მოგწონს შინაარსი როგორი არის, აქ ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს მთელი პროპაგანდისტული მანქანა რო არის აი ამ თემასთან დაკავშირებით ჩართული და სახელმწიფო მოხელეებიც კი რო აკეთებენ ამაზე განცხადებას. და ამ დროს ქვეყანაში ესეთი მდგომარეობა რო არის და ყველაფერზე რო გამართლება ისე რომ ყველგან ხდება და მე რა მოხდება და თქვენ ამას რომ ყლაპავთ და ამას რო იტანთ.
ეს რა გახდა ამის თანა, რომ აი ეს ვერ აიტანეთ და ეს ვერ გადაყლაპეთ. აი ეს მაინტერესებს ერთი ძალიან რა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ კიო ეხაო რა მოხდაო თუ ახალგაზრდა ორმოში ჩავარდება და ან მაგალითად დენი დაარტყავს შადრევანშიო, ან მეწყერი ჩამოწვებაო, ან საბავშვო ბაღებს გაძარცვავენო, რა მოხდაო კაცო ეხაო ეგო ასატანი თემარიო, მაგრამ აი ეროვნული ღირებულებებიო და აი პატრიოტული გრძნობებიო და მწერლური და ლიტერატურული გრძნობები შეგველახაო და მაგიტო ვერ ავიტანეთ და მაგიტო ვერ გადავყლაპეთო. ანუ გასაგებია შეიძლება ვიღაცას აი ესეთი მაღალფარდოვანი და მაღალაღმატებული და მაღალღირებულოვანი მიდგომაც ქონდეს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ესეთი რაღაცა მაინტერესებს ამ შემთხვევაში. 3 ნაწარმოები ჩამომითვალეთ ნოდარ დუმბაძის, რომელიც წაკითხული გაქვთ. კინო ნანახი კი არა ამ ნაწარმოების მიხედვით. არამედ აი წაკითხული რომელიც გაქვთ თავიდან ბოლომდე 3 ნაწარმოები რო ჩამომითვალოთ თუ შეიძლება. ვინც აი ესე ძალიან ახშფოთდით, იმიტომ რომ თავს დავდებ, რომ 90% აი ესე ქართულად გავბერავ აი ამ სტატისტიკას და აი ესე ნიძლავს ჩამოვალ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ 90%-ს რომლებიც აი ახშფოთდით ამ თემაზე, 3 ნაწარმოები არ გექნებათ წაკითხული ნოდარ დუმბაძის. 1 შეიძლება გქონდეთ წაკითხული. და უმეტესობას ჩემი აზრით ალბათ ჰელადოსი გექნებათ წაკითხული, იმიტომ რომ სკოლაში იყო ეგეც და მე მაგალითად მახსოვს, რომ ჩემს პარალელურ კლასში იმისთვის რომ ბავშვები იზულებინა მასწავლებელს, რომ ეს მოთხრობა წაეკითხა, მაგალითად უთხრა, რომ ვინცო წაიკითხავსო ამ მოთხრობასო და მერეო გინება რაც არისო იქო ბერძნულათო იმანა სუპროსტიკასა ინეკა ჯემალ არის მე მგონი თუ არ ვცდები, მაგასო ვინცო გაიმეორებსო გაკვეთილზე იმასო პირდაპირ ხუთიანს დავუწერო და აი მაგ გინების ხათრით წააკითხა ჩემ პარალელურ კლასელებს ქართულის მასწავლებელმა ეგ მოთხრობა. ხო და შეიძლება მაგ პონჩი გინების და აი რაღაცა ეს ქუჩაში ბიჭბუჭური ამბავი რო არის მოთხრობილი, მაგ ამბავში შეიძლება წაკითხული გქონდეთ. რაღაც მომენტში ვარაუდიც იყო, რომ თეთრი ბაირაღებიც შეიძლება და წაკითხული ქონოდა გარკვეულ ჯგუფს ლიმონას და ტიგრანას და ზოგადად აი რაღაცა ციხის ფილოსოფიიდან გამომდინარე, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ ნაწილს არც თეთრი ბაირაღები აქვს წაკითხული და ყველას ნანახი აქვს ფილმი და იქიდან გამომდინარე მსჯელობენ და ახშფოთდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მაგრამ აი ჯანდაბას მოდი ესე ვთქვათ, რომ აი 2 შეიძლება წაკითხული. მესამე რა გაქვთ წაკითხული ნოდარ დუმბაძის აი ეგ 3 ნაწარმოები თუ შეგიძლიათ ვინმეს თქვათ 90%-ს დარწმუნებული ვარ, ვინც აი ესე შეურაცხყოფილი არის, არა აქვს წაკითხული ნოდარ დუმბაძის 3 ნაწარმოები მაინც. ხო და თან რა არის ყველაზე მაგარი იცი, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აი ხა ეს ხო აქტუალური გახდა ნოდარ დუმბაძე როგორც ასეთი და გამოვლინდა რომ ყველას ძალიან უყვარს ეს მწერალი და მისი ნაწარმოებები და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა კვლევა რო ჩატარდეს აი ამ ბოლო ერთ კვირაში საერთოდ არ იქნება უი რა კაი გამახსენა ისე კაცო აი ამ პროპაგანდისტულმა მანქანამ და აი ამ წეულმა ონისემ. მოდი წავიკითხო ერთი ნოდარ დუმბაძის ან თუნდაც გადავიკითხო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაღაცა კვლევა რო ჩატარდეს, არანაირი სტატისტიკური ზრდა ნოდარ დუმბაძის წაკითხვის ან ზოგადად წაკითხვის ამბავში არ იქნება. ოღონდ ეს თქვენი ბრალიც კი არ არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანა მუდმივ ტერორში, სიდუხჭირეში და აი ესეთ გასაჭირში ცხოვრობს, ადამიანებს აღარ რჩებათ მე იმისთვის დრო და ნერვები და ენერგია, რომ რაღაცა წაიკითხონ. და წაკითხული რომ არა გვაქვს არაფერი და რომ ვერ ვკითხულობთ, ესეც კოცების ბრალია. რა თქმა უნდა, ყველგან ხდება ეგეც და შეგვიძლია რომ აი ამ ყველგან ხდებას ლოგიკით ესეც ავიტანოთ, მაგრამ რავი, ბარემ ესეც რა, ანუ ყველგან ხუმრობენ წერლებზე. და ესეც ამ ვაგონებს მივაბათ რა. რაღაცნაირად და ნერვებს ნუ აიშლით ბატონებო. მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. მოდი პატივი მიაგეთ თქვენ ნოდარ დუმბაძეს იმით, რომ რაღაცა წაიკითხოთ მისი ერთი მოთხრობა მაინც. დავალებას გაძლევთ კოცებს, რომ ნოდარ დუმბაძის ერთი მოთხრობა მაინც წაიკითხოთ.